თუ სხვა მოდერნიზებული თუ რაღაცა სხვა ფორმის, იძულებული შეიძლება არ მგონია რომ ავიდეს ასეთ პატრონობაზე მეზობელ ქვეყნებთან. მე არ ვარ დარწმუნებული რომ არა. არა, რა პარტნიორობას შეიძლება პარტნიორობას წავიდეს მიყიდოს ბევრი რამე, მაგრამ ის რომ გამეორდეს საქართველოში არა, შენ ჯარის შემოსვლას ნოიგულისხმობ მაინც 37 წელს დიქტატურის პრობლემა არ არის ისეთი წარმოუდგენელი რა შეიძლება იყოს მაგის ცდელობა ან რაღაც, მაგრამ მე თვლეს დიდი ალბათობით უპერსპექტივაა, თუმცა შეიძლება რაღაც რისკებზე იფიქრო, მაგრამ არ გონია. იცი რა, მე უფრო მაინც იმის ოპტიმისტი ვარ, რომ თვითონ ხელისუფლება საკმაოდ ახალგაზრდა და ეს ბევრი რამ ახალგაზრდობით მოსდის. ახალგაზრდა საერთოდ ავტორიტარია რა, ასაკობრივი თავისებურება აქვს. ხოდა ცოტა დაღვინების განმავლობაში თვითონ დაურბილდება და უფრო რასაც იძახდა რომ შორეულ პერსპექტივაზე ფიქრი რომ ბოლოს ერთ დღეს რომ მოიგებ ერთი კვირის შემდეგ ხომ დაფიქრე რა შედეგს მიიღებ და მარტო ერთი დღის შედეგზე არ იფიქრო აი ეს ერთ კვირიან უფრო ამძლევი ფიქრი მე მგონი გაჩნდება და ესეც იქნება ერთ-ერთი მექანიზმი იმისა რასაც ამბობს რომ დაუწყებს იმას მიყურადებას აბა რითია სიამოვნებს ხალხს და რითი არა. ბოლოს ამდენი მიტინგები დაანახებს, რომ ამდენი საპროტესტო აქციები დაანახებს, რომ მასშიც არის მიზეზი და არ არის შეცდომის დაშოვა საჭირო, მარტო იმის იმედით, რომ პოლიცია კლავს. ეს პოლიცია საპოლიციო რესურსი ხო ამოწურვადია. რაც შეეხება ტენდენციებს და მიდრეკილებებს, სახეზეა ის არის ჩვენ საუბრობთ, ცემა, უკანონობა, წართმევა, ყველაფერი მიკრო მოდელით, ხო, პატარ-პატარა. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი ადამიანის ამბავს თუ აიღებ, ტრაგედიები ძალიან ბევრია რა. ყველა დაჭერილი ადამიანები რაღაცები, მაგრამ დიდი მასშტაბით რომ შევადაროთ, მე ამას ვამბობდი, მე ჩუმიყარება რომ აქამდე შეძლოს მიტანა, მაგრამ ის რაც ხდება, ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის და ძალიან ღრმა და ძალიან სერიოზული ხა მე უბრალოდ ვადრიდ შევადარე იმ კატეგორიებით ვამბობ, რაც იქ ხდებოდა, რომ 10,000-ობით ადამიანი დახვრიტეს და რაღაც, მაგრამ 21 საუკუნეში ის რაც ხდება, აი ამ საზოგადოების თვალწინ, რომელსაც მე პატივს მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ხო? დიდ პატივს, ხო, ქართულს ამ საზოგადოებას ხო, პატივს მიყვარს ეს ერთი სიტყვა, მე პატივსაც ვცემ, ხო? აბსოლუტურად მიუღებელია, წარმოუდგენლად მიუღებელია და შეიძლება უარესიც თქვა, რომ ხან და ძალიან ხშირად არის ამასხვინო და არა ადეკვატურია რა. არა ადეკვატურია, არამეორი თვალსაზრისით არ არის ადეკვატური რაც ხდება და მე არ ვიცი რა, ხარ როგორ მოვთქვათ მე. მე ხოლმე ბავშვობაში უყურებდი ხოლმე ესეთ ფილმებს და მე დამოუკიდებლად ამ კონია სულ მენახა და აი სწორედ იმ ბავშვობის ნახა რევოლუციის პერიოდის ფილმებზე ფილმთან მქონდა ხოლმე ასოციაცია, როცა ქუჩაში ხოცავდნენ, აი ზუსტად იქ იყო ეგეთი კადრები, გამოვიდევნებოდნენ და პირდაპირ ქუჩაში დახვერდეთ. ეს ძალიანაც არ განსხვავდება, მგონი. ის რაც თბილისში, არაერთხელ მოხდა, არა მარტო თბილისში, საქართველოში. უბრალოდ რა არის, ძალიან სერიოზული შემაფრხებელი ფაქტორი იყო მედიის არსებობა და ასეთი ფაქტების ამან ძალიან დაამოხრუჭათ. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლება წავიდა ამ ნაბიჯზე. მათ არანაირი პრობლემა ამის გაკეთების არ ჰქონდათ. ისინი ამას აკეთებდნენ. უბრალოდ რაღაცა კარი ფაქტორებმა დაამოხრუჭა მედიის, რომელიც გადის საზღვარგარეთ. ეს აღარ არის მარტო ქართული ფენომენი, ხო ეს მედია. პრინციპში ერთი ფაქტიც კი აი ეს სიტყვაზე ყველაფერი კარგად არის და ერთი ფაქტი ჩართული იყოს უმაღლესი შეუძლებელი ხელისუფლების და წაართვან ქონება.
ეს არის საფუძველი ნორმალ საზოგადოებაში, რომ იგი გაასწრო, კი არა ესე თვეები და რამე გაასწრო იქიდან რა, საბოლოოდ დაიმალო სოროში შეძრე რა, ეს არის საფუძველი რა. ის რაც მაგათად იმეთან დაკავშირებით მოხდა მანამდე რაც ხდებოდა, არ ვიცი ხა ეს ძალიან ძიმე მემკვიდრეობა რა, ძალიან ძიმე მემკვიდრეობა. What ჩვენ მიჩვეულები ვართ, საბჭოთა კავშირიდან გადმოვედით, გვახსოვს იქ რა იყო, როგორ იყო და ამიტომ ბევრ რამეს პატიობთ რა, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი რა, იმაზე მეტი ნამდვილად ვერ მოხდება, მაგრამ რაც ხდება, ეს არის ძალიან ძიმე რამე რა. ეხლა ჩვენ ვიფიქროთ, რომ როგორ გავასწოროთ, როგორ გავავიდოთ დასრულებისაკენ და გავასწოროთ ეგ ამბები რა. რა უნდა გავაკეთოთ? აი ეგ არის ეხლა საფიქრალი და როგორ გავაგრძელოთ ჩვენ ბრძოლა იმისათვის, რომ ის რაც უმსგავსობები ხდება არ მოხდეს. დასავლეთში მაგის ერთ-ერთი მექანიზმი იყო აქტიური საზოგადოება. სხვა არაფერს არ გაუკეთებია ისეთ დასავლეთი როგორიც არის. როგორ დავიცვათ მედია საზოგადოებით ჩვენი საქმე δεν საზოგადოება ხო მაგრამ არ ვიცი თუ ვიფიქრეთ რომ ესეთი დამფუძნებელი მამები ყოველთვის იყვნენ ხოლმე სახელმწიფოების დამფუძნებელი დემოკრატიული სახელმწიფოების დამფუძნებელი მამები იყვნენ ხოლმე გადამწყვეტი რაღაცა საძირეული გეზის მიცემის თვალსაზრისით სანამ მამები გაჩნდებოდნენ იგივე ამერიკაში ზარბოდნენ თოფით ხო ამერიკელები და ერთმანეთს ხო და მაგრამ მამებმა მიცეს ხილთები იმართულება როცა ვაშინგტონმა თქვა რომ მე-13 მეფეთ აღარ ვირჩევდა დავალ და ბატონო შეიცვალოს ხელისუფლება და პრაქტიკულად დემოკრატიის აკვანი დაიწყო თავი პროცესი იყო სწორი რა თავი იყო სწორი პროცესი შეიძლება ხარ ველოდოთ რომ ვინ აბა ჯეფერსონი რომელი ხარ ჯეფერსონი და ხა მას ხარ დავიწყებ სამთლით ძებნას ხა დაანელია რა ჯეფერსონი მაგალითად ალბათ უნდა თქვა რომ საერთოდ ბატონო თმობ კანონის ვინც მოიგებს ნუ მარტო ძალიან ესეთი ტრევიალური სიტუაცია ეს მაშინ იყო ამას ჭირდებოდა ჯეფერსონი და ვაშინგტონი მაშინ და ეხლა აღარ ჭირდება გამოგონილი გზა არის გამოგონილი ველოსიპედია უკვე და ამის პედლების დატრიალებაა საჭირო და სვარეზე გაფრენა არის საჭირო თუ არ გინდა პედლები დაატრიალო იმ ველოსიპედს არ იხმარ ჩვენთან სურვილის პრობლემაა ანუ ხელისუფლებას არ უნდა დემოკრატიული მექანიზმები ჩართოს რეალური რა მთელი სისულით ყველა ხელისუფლებას ეს და ეს ბუნებრივია ახალგაზრდა დემოკრატიებში იქ უკვე აი ეს სურვილი უნდა გაუჩინოს საზოგადოება არ უნდა მისცეს არადემოკრატიული ძირი ამცარების საშუალება იმიტომ რომ ეს მას ეხება რასაც დემოკრატია სადაც ირღვევა მოსახლეობის ხარჯზე ხო დემოკრატიის დეფიციტი მოსახლეობის გასაჭირს ნიშნავს, ხო? ამიტომ მოსახლეობა უნდა იბრძოლოს თავის უფლებებისთვის. სხვა მხარე არ არის. ხო, დავასრულოთ ამ ლოზუნგით. თუ ამე. ლოზუნგი რაზენება და რეცეპტი. იმედო, მაინც კაი სიტუაცია მახსოვს შენ თქვი რომ რაციონალურობა უნდა გეკოცო. ხო, რაციონალურობა ეს მინიმალური და ემოცია გამგუპელი არის გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ მეუღლე უნდა გავხდეთ ის და სადოთ ალბათ უნდა სადოს ქართულმა საზოგადოებამ იმიტომ სხვა გზა ნორმალურად განვითარებას არ აქვს ეს აუცილებელია და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გრძელდება. დიდი მადლობა. ახლა